სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. Როგორც ტელეკომპანია თანამგზავრთან ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორმა განაცხადა, სამართლიანი არჩევნები კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესს სამივე საარჩევნო ოლქში, თელავში, ახმეტასა და ყვარელში დააკვირდება. ნანა დევიძის განცხადებით, დაკვირვება და ინფორმაციის მიწოდება ეგრეთ წოდებული SMS-ების საშუალებით სპეციალურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილ ცენტრში მოხდება. კახეთში გვექნება სრული მობილიზაცია და დააკვირდება სამართლიანი არჩევნები ყველა უბანს, ხოლო ყვარლის და თელავის ოლქში ეს მოხდება მობილური ჯგუფების მეშვეობით. და ნამდვილად ჩვენი ორგანიზაცია SMS-ების მეშვეობით ახორციელებს, ასე ვთქვათ, დაკვირვებას, ანუ ახალი მეთოდოლოგია აქვს სამართლიან არჩევნებს და ფაქტიურად ეხლა არის ის სამზადისი, რასაც ქვია დამკვირვებლების კიდევ ერთხელ ინსტრუქტაჟის გადაცემა და ასე შემდეგ. გვაქვს ჩვენ სპეციალურად შექმნილი არჩევნების დღისთვის ეს არის SMS ცენტრი, სადაც უშუალოდ შევა ყველა დამკვირვებლის მიერ გადაცემული SMS-ი.